ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. 2011 წლის 26 მაისს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე მსჯელობს დღეს დროებითი საგამოძიებო კომისია. სხდომა პარლამენტში ამ წუთებში მიმდინარეობს. დეპუტატები უსმენენ ნონა გაფრინდაშვილს, რომელიც 14 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს და საუბრობს 26 მაისს დემონსტრანტების დარბევასა და ძალადობის ფაქტებზე. მანამდე მოусმინეს დავით ლორთქიფანიძეს, დღესვე კომისიის სხდომაზე დაბარებულები არიან გიორგი ბურჯანაძე და ელდარ კურტანიძე. პარლამენტზე კესო ქაფიენძეს ჩართვათ პირდაპირ ეთერში კესო დეტალებს ველოდებით ჩვენგან. ამ წუთებში საგამოძიებო კომისიის წინაშე საუბრობს ნონა გაფრინდაშვილის ვაჟი დავით ჭიჭინაძე, რომელიც იხსენებს 26 მაისის აქციის დარბევის ძალადობრივი დაშლის საღამოს ის დედასთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე და ამ წუთებში საუბრობს იმ დეტალებზე და იმ ძალადობის ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა 25 მაისის ღამეს. მანამდე კომისიის წინაშე ისაუბრა ნონა გაფრინდაშვილმა, რომელიც იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი 26 მაისის აქციის ის გახდათ მოძრაობა სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი და სწორედ ერთ-ერთი ორგანიზატორი ამ აქციის და როგორც ის ამბობს, აქცია მიმდინარეობდა 7 ვითარებაში აქციის მონაწილეებს ხელთ მხოლოდ ჰქონდათ სანთლები, იყო მშვიდობიანი აქცია, ერთმანეთში საუბრობდნენ, რა დროსაც მათთან მივიდნენ ძალოვანი უწყების წარმომადგენლები და მოუწოდეს აქციის დაშლისკენ. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეებმა და აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ დარჩენილიყვნენ საღამოს 12 საათამდე, რათა 12 საათზე ჩატარებული იყო კონცერტი, ამის შემდეგ კი ისინი აპირებდნენ დაშლას, რადგან როგორც თავად ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მეორე დღეს აღლუმი უნდა გამართულიყო რუსთაველის მოედანზე და სწორედ როგორც ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, 12 საათისთვის სამი მხრიდან კორდონი გაუკეთეს აქციის მონაწილეებს, იქ იმყოფებოდა დაახლოებით 1000 ადამიანი, როგორც თავად ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა და ეს მოქალაქეები მოაქციეს ალყაში და როგორც კომისიის წინაშე მან განაცხადა, ეს იყო სასაკლაო მისი შეფასებით და როგორც მან შეაფასა, ასევე ეს ღამე იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი შავი ფურცელი. ისაუბრეს საკმაოდ მძიმე დეტალებზე, როგორ ხდებოდა აქციის მონაწილეებზე ძალადობა, მათი დაშლა, მათი ცემა და მათი წამება, როგორც მან აღნიშნა, არც ერთი გასასვლელი არ დატოვეს, რომ აქციის მონაწილეებს თავი დაეხციათ ტერიტორიიდან, ამ ყველაფრის მიზეზი კი პროტესტის დაშლა იყო. ჩვენ რაც გადავიტანეთ იმ დღეს 26 მაისს, რომელიც არ იყო, ეს იყო სპეციალურად წინასწარ მოფიქრებული დაგეგმილი ოპერაციას. ჩვენი დასჯა უნდათ იქ სერიოზულად. მე მაგას სასაკლაოს უძახ. ჩვენ მივიღეთ ესეთი ისა, რომ ჩაგვეტარებინა აქცია, გველაპარაკა და ვინაიდან 12 საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა, იმ შემთხვევაში თუ ხალხი იქნებოდა, კონცერტი ჩაგვეტარებინა. 12 8 და 10 წუთი წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე, მაგათი წარმომადგენელი, აი ძალოვანი სტრუქტურების. და გვითხრა, რომ დავშლილიყავით, ჩვენ ვთხარით, რომ ხელში გვეჭირა სანთლები უკვე. ჩვენ მეტი სხვა არაფერი არ გქონდა. 12 საათზე უკვე წამოიწია ამ კორდონები, რომ იყო 3 კორდონები და რომ მოგვიახლოვდნენ და ისეთი რაოდენობის გასი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს ყველას იქ მაგათი სოლეს სცენისკენაც ხალხს პირდაპირ ისეთი სისწრაფით და ისეთი იმით დაგვესიენ უკვე და ხალხმა სადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ქონდა და რაღაცა ჯგუფმა სცენის მხრიდან საცასცენა იყო მოახერხა გარღვევა იმ კუთხის და შევარდნენ კინოთეატრში. ამათ შეყვნენ, რა თქმა უნდა, ისინი, ვინც იქ იყვნენ დასარბევად მოსული და ვისაც ბილეთი არ ქონდა და ვერ უჩვენა ეს ბილეთი, ისინი ყველანი დაიჭირეს, ვის ხელში ჩაუვარდებოდა, ხო ყველას აგდებდნენ. ესე იგი, ხელბორტკის ადებდნენ, ცემდნენ, ფეხებით, ხელებით, მერე მიათრებდნენ მოლიროა დღეს, აი მოლთან კიდევ გრძელდებოდა, სანამ ავტობუსი არ მივიდოდა და არ ჩასვამთ. შიპებიანი ხელთათმანი ჩაარტყა ერთმან და ეს მოგლეჯილი ქონდა სულ, საოპერაციო გახდა და უბრალოდ სისხლისგან ვარ დაიცალა, შეკუშვა მოხდა იქ აი სიცივეში. ჩემი უახლოესი ოჯახი და უახლოესი სანაცის, რომელიც მოსული იყო. ერთს მაგალითად ის რა ქვია ვერაიტანა მისმა გულმა ეს გაზის აი ეს ოდენობა რაც გამოუშვეს და რაც შეიძლება ტყვიაც მოხდა
ეს მე არ ვიცი, ახლა მე სცენაზე ვიყავი, მაგრამ ფაქტია, რომ ამოდინმე დღეში გარდაიცვალა, გულმა ვერ გაუძლო. და ჩემი ძმისშვილი ლევან გაფრინდაშვილი ისეც ემეს, რომ მთლიან დაშავებული. როდესაც პირველ კორდონთან მივედით უკვე, სანამ უფროსი, ყველა კორდონს თავისი უფროსი ყავდა და სანამ ის პირველ კორდონში ვისთანაც მივიყვანა მე. ფარი მომადო შუბზე, მე რა უნდა გამიკეთებინა, ხო წარმოგიდგენიათ, ფარი ისთვის მომადე შუბზე ვერ ხვდები რა. სანამ უფროსი ეთყო და გაატარეთ. ასე გამატარეს ერთი, მეორე, მესამე კორდონი. ჩემი ის არ აწყოდათ, ეხლა რაღაც მე სხვადასხვა იმის გამო და პირდაპირ გეტყვით, რომ რამოდენიმე დღე ვერ ვწვებოდი, უბრალოდ მთელი დაბეშილი იყო ჩემი ის მთლიანად ორგანიზმი. კომისიის წევრებმა ნონა გაფრინდაშვილამდე მოусმინეს მერვე მოწვევის პარლამენტარ დავით ლორთქიფანიძეს, რომელიც 2011 წელს ოპოზიციას წარმოადგენდა, მან გაიხსენა ასევე 2011 წლის 26-25 მაისის ღამის მოვლენები, მისი თქმით, გარდა იმისა, რომ რუსთაველზე აქციის მონაწილეები ძალადობრივი დაშლის შედეგად იმყოფებოდნენ საკუთარი სისხლის გუბეებში, ასევე იგივე სიტუაცია იყო რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც იყო სავსე შეყვანილი აქციაზე დაშავებული მოქალაქეებით, მან ასევე ისაუბრა ორ გარდაცვლილ აქციის მონაწილეზე, სულიკო ასათიანსა და ნიკო კვინტრაძეზე, როგორც მან აღნიშნა, აქციის მონაწილეები, რომლებიც წამებისა და ძალადობის შედეგად იქნენ მოკლულები, სახურავზე აიყვანეს და ასე შეფუთა წინა ხელისუფლება და რეჟიმა, თითქოს ისინი დენით დაიღუპნენ. მან ასევე ისაუბრა სულიკო ასათიანის ოჯახზე განხორციელებულ ზეწოლაზე, შანტაჟზე, რადგან არ ესაუბრათ ამ კვლელობის შესახებ და მან ასევე გაიხსენა საკმაოდ მძიმე დეტალები ამ საქმიდან. ღამის 12 საათზე აბსოლუტურად გაფრთხილების გარეშე ჩაიკეტა ყველა გასასვლელი. ფაქტიურად მთელი, ასე ვთქვათ, ადამიანები, რომლებიც აპროტესტებდნენ მაშინდელ რეჟიმს და სამართლიანად აპროტესტებდნენ, მოაღწიეს, ასე ვთქვათ, ყურბში, რომ მათ გასასვლელი არ ქონოდათ, გამოიყენეს, არ ვიცი, რა სახის, რამდენი სახის, ასე ვთქვათ, საბრძოლო ტექნიკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მხუთავი გაზები, ხმოვანი რაღაცა სიგნალები და, ასე ვთქვათ, ადამიანებს არ მისცეს იმის საშუალება, რომ ერთი გასასვლელიც ქონოდათ, რომ გარიდებოდნენ ამ იმას, მხოლოდ მიზეზი იყო და მიზანი იყო, რომ დაესაჯა, როდესაც დაიწყო დარბევა, ვისაც, ასე ვთქვათ, წამოედებოდნენ, წაელეწებოდნენ, თუ შეიძლება ასე ითქვას, იჭერდნენ, ხელებზე უკეთებდნენ პლასმასის მარყუჟებს, ეს ყველა ხალხი შერეკეს ოდიში იმ ადამიანებთან, რომ გამოთქვისეს პირდაპირ მნიშვნელობით რუსთაველის კინოთეატრში და იქ აგრძელებდნენ ამ ადამიანებზე, ასე ვთქვათ, ფიზიკურ ზემოქმედებას. დამტვრევულ, დასახიჩრებულ ადამიანებს ეზიდებოდნენ პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ სიცოცხლის ნიშანწალიც აღარ ქონდათ დარჩენილი. როცა გაივსო, ასე ვთქვათ, პალატები დამტვრეული ადამიანებით, მერე უკვე უკაცრავად და იატაკზე პირდაპირ მნიშვნელობით ყრიდნენ ამ დამტვრეულ ადამიანებს, სისხლში იყო ყველაფერი მოსრული. გავიგეთ ყველამ, რომ რუსთაველის, ასე ვთქვათ, მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის სახურავზე იპოვეს ორი ადამიანის გვამი, სულიკო ასათიანის და ნიკა კვინტრაძის გვამები. ბუნებრივია, მე ვიყავი დასაფლავებაზე ჩასული და ძალიან საინტერესოა ის, რომ როცა მივედით დასაფლავებაზე, ჩემი თვალით დავინახე, რომ ადამიანს თვალი ჰქონდა გამოთხრილი, მარცხენა თვალი და დაფარებული ჰქონდა თეთრი, ასე ვთქვათ, სპეციალური რაღაცა ხსნარში დამუშავებული ის იყო, რა ქვია, ბინტი. ყელი ჰქონდა გამოგლეჯილი, ანალოგიურად იქაც ჰქონდა დაფარებული, ხელები ჰქონდა დამტვრეული და მითხრა, რომ აი ეს არის, ხო, დენს შეიძლება ასეთი რაღაცები გაეკეთებიაო. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი აქ არც დენს მოუკლავს და აქ არც შეტაკებაში არ დაღუპულა.
დროებითი საგამოძიებო კომისია უკვე 2 საათია განიხილავს 2011 წლის 26 მაისის აქციის ძალადობრივი დაშლის საქმეს. ამ დრომდე უკვე მოусმინეს ორ პირს. ამ წუთებში კომისიის წინაშე საუბრობს ნონა გაფრინდაშვილთან ერთად მისი ვაჟი დავით ჭიჭინაძე. დღეს კიდევ ორ პირს მოусმენენ მსახიობ გია ბურჯანაძეს და მერვე მოწვევის პარლამენტარ ლუკა კურტენძეს, რომლებიც უშუალოდ იმყოფებოდნენ 26 მაისის აქციაზე და ისინი საკუთარ ისტორიებს მოუყვებიან კომისიის წევრებს. მადლობა პარლამენტიდან კესო ქაფიანიძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. საგამოძიებო კომისიის ხდომაზე არ გამოცხადების გამო საქალაქო სასამართლო ლელოს ლიდერების საქმეს განიხილავს. 11 საათზე დაიწყო ბადრი ჯაფარიძის პროცესი, მამუკა ხაზარაძის კი პირველ საათზეა ჩანიშნული. დღეს იწყება მათი საქმეების არსებითი განხილვა. მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ. ხაზარაძე ჯაფარიძე ამ საქმეზე 50,000 ლარიანი გირაო აქვთ გადახდილი. ჩვენ უნდა გვესმოდეთ, რომ კანონი განსაზღვრავს პირდაპირ ორაზროვნების გარეშე, რომ 50% საგამოძიებო კომისიის უნდა იყოს ოპოზიციის წევრებისგან. დამისახელეთ ერთი წევრი ოპოზიციიდან ამ კომისიაში. ერთი წევრი. ეს არის პოლიტიკური თაღლითობის ძალიან მკაფიო გამოხატულება. ოპოზიციის წარმომადგენლებს სამწუხაროდ გირაოს გადახდა ზოგიერთ შემთხვევაში ციხეში წასვლაც კი ურჩევნიათ იმის ნაცვლად, რომ მოვიდნენ და პასუხები გაცენენ კითხვებზე, რომელიც საზოგადოებას დიდი ხანი აქვს, განსაკუთრებით სამწუხარო არის ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის შემთხვევა. თქვენ იცით, რომ მაშინ ისინი ოპოზიციაში არ იყვნენ, ბიზნესმენები იყვნენ, თუმცა პირდაპირ და უშუალოდ იყო დაკავშირებული TBC ბანკი ყველა ბიზნეს გარიგებასთან და TBC ბანკის ზუსტად იმას ეცაძლევდა ხოლმე კონკრეტულ ბიზნესმენებს, რასაც მე თხოვდა ადეიშვილის პროკურატურა. ეს საქმეები ცნობილია არაერთი მათ შორის და დარწმუნებული ვარ, რომ ის სიმართლე, რომელიც ისედაც იცის საზოგადოებამ, კიდევ უფრო მეტად დამტკიცდება და კიდევ უფრო ბევრ საქმეში აღმოჩნდება მათი დამოკიდებულება და ურთიერთობა ნაციონალურ მოძრაობასთან, როგორც ერთად TBC და ნაციონალური მოძრაობა ართმევდნენ ქონება ჩვენ მოქალაქეებს. ორმაგ სტანდარტად აფასებს მმართველი გუნდის საქართველოში გერმანიის ელჩის განცხადებას. პიტერ ფიშერმა ინტერვიუ ბათუმელებს მისცა. დიპლომატის განცხადებით გერმანიაში სამართალდამცველებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე ძალადობა უკანონოა. მძიმე ამაღლობელის შემთხვევაში კი მთავარი კითხვა ეხება პატიმრობის ხანგრძლივობას და დანაშაულის პროპორციულობას. მმართველ გუნდში დიპლომატის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაზე საუბრობენ იმ ფონზე, როდესაც მათი თქმით ელჩი აღიარებს, რომ ეს ქმედება მის ქვეყანაში დაშლილია. ამ თემაზე ქეთი ზანთარაია მუშაობს, ის კურიერს უერთდება. გისმენთ ქეთი. გერმანიის ელჩმა ბათუმელებისთვის მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ ვრცლად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნორმები მოქმედებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის გერმანიაში ადამიანის უფლებების კანონის უზენაესობის და მედიის თავისუფლების თვალსაზრისით. სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა მან მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით და გერმანელი დიპლომატი, როგორც უკვე აღნიშნეთ, მთავარ კითხვას სვამს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დანაშაული ჩაიდინა. მისივე თქმით, მზია ამაღლობელი და რამდენად პროპორციული არის ის სასჯელი, რომელიც მას ემუქრება და ასევე აღნიშნავს იმას, რომ ის უკვე 4 თვე არის ციხეში არის და სწორედ ამიტომ ელოდება, რომ სასამართლოსგან იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული. დღეს გავრცელებულ აი ამ ინტერვიუში გერმანელი დიპლომატი საუბრობს იმასთან დაკავშირებითაც, თუ რა სტანდარტი არსებობს გერმანიაში. ის საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავებზე, პოლიციელებზე და სახელმწიფო მოხელეებზე ძალადობა ან თავდასხმა გერმანიაში არის უკანონო, თუმცა ის არ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა სასჯელები არის მის ქვეყანაში ამ დანაშაულისთვის განკუთვნილი. გერმანიაში უკანონოა ძალადობა პოლიციელებზე, სამართალდამცველებზე ან სახელმწიფო მოხელეებზე. უნდა დავემორჩილოთ პოლიციის კანონიერ მითითებებს და ინსტრუქციებს. თუმცა ასევე არაკანონიერია, როცა სახელმწიფო მოხელეები აჭარბებენ საკუთარ უფლებამოსილებას. არაკანონიერია დემონსტრანტების მიმართ ძალადობის გამოყენება, განსაკუთრებით როცა ძალა არის გადამეტებული. ყავს ჟურნალისტი, რომელიც 4 თვეა ციხეშია. უნდა აღვნიშნო იმის მიუხედავად, თუ რას ამბობს ზოგი, მე არ ვცდილობ ვიყო არც ქართველი მოსამართლე, არც პროკურორი, არც ადვოკატი. მაგრამ რისი დანახვაც შეგვიძლია საქმის ფაქტებიდან ის ბრალდებულია შენობაზე სტიკერის მიკრის და პოლიციისთვის სილის გაწვნისთვის. გერმანიაში არ გაქვს უფლება პოლიციელს სილა გაარტყა, რა თქმა უნდა არა, მაგრამ ის უკვე 4 თვეა დაკავებულია. აქ მთავარი კითხვა ეხება პროცესს, მისი პატიმრობის ხანგრძლივობას და იმ დანაშაულის პროპორციულობას, რაც ბრალად ედება.
გერმანელი დიპლომატის მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ სახელმწიფო პარტიაში, მართველი პარტიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ მიღებული იქნება სამართლიანი და ამბობენ, რომ მიუღებელია მათთვის განცხადებები იმის თაობაზე და იმ შინაარსის, რომ გარკვეული ქმედებები დასაშვები იყოს რომელიმე ევროკავშირის სახელმწიფო ქვეყნისთვის და ის დაუშვებლად იყოს მოხსენიებული საქართველოს შემთხვევაში. ეს არის სამწუხაროდ ის ორმაგი სტანდარტი, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ, ის რაც აკრძალულია გერმანიაში, რატომ უნდა იყოს დაშვებული საქართველოში, მათ შორის არ მხოლოდ გერმანიაში, მთელ მსოფლიოში პოლიციის მიმართ ძალადობა არის უმკაცრესად დასჯადი ქმედებაა და რა თქმა უნდა, მათ შორის საქართველოშიც, რაც შეეხება იგივე ელჩის დასწრებას სასამართლოზე, ეს იმას ნიშნავს, ეს არის ერთგვარი ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე, მათ შორის ისიც თქვენ რომ ესტონეთმა დაასანქცია სწორედ ის მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს იხილავს, ახაც რა თქმა უნდა არის ცდილობა, რომ მათთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს სასამართლომ, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო მიიღებს ერთადერთ სწორ და სამართლიან და კანონიერ გადაწყვეტილებას. ზია ამაღლობელის ბოლო სასამართლოს ხდომა გასული კვირის ბოლოს გაიმართა. ამ ხდომას ესწრებოდა სწორედ გერმანიის ელჩი და როგორც უკვე მოისმინეთ სახელმწიფო გუნდის წევრების შეფასებით ეს ქმედება და ეს გადაწყვეტილება ელჩის მხრიდან მათი მხრიდან ფასდება როგორც გარკვეულწილად ზეგავლენის მოხდენა მართლმსაჯულებაზე. მადლობა ქეთი ზანთარაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. სოფლიოდან მილოცვებს იღებს რუმინეთის ახალი პრეზიდენტი. ბუქარესტის მერმა პროევროპელმა ნიკუშორ დანმა ხმების თითქმის 54% მოიპოვა. მისმა კონკურენტმა მემარჯვენე კანდიდატმა ჯორჯე სიმონიონმა კი 46. სიმიონი, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების წინააღმდეგია და ევროკავშირის მიმართ კრიტიკულად არის განწყობილი პირველ ტურში ლიდერობდა, მაშინ მან დანზე ორჯერ მეტი ხმა მიიღო. ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ სიმიონმა დამარცხება აღიარა და კონკურენტს მიულოცა. Alegerile a fost voi dezamăgi. ეს თქვენი და ათასობით ადამიანის გამარჯვებაა, რომლებიც ამ დღეებში კამპანიას აწარმოებდნენ და ვისაც სჯეროდა, რომ ქვეყანას სწორი მიმართულებით ცვლილება შეუძლია. ხვალიდან რუმინეთი ახალ ფაზას იწყებს და ამ პროცესში თვითოეული თქვენთაგანი უნდა მონაწილეობდეს. ქვეყანას სჭირდება სპეციალისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ახალი ადამიანები, რომლებიც საჯარო პოლიტიკაში ჩაერთვებიან. ვინ გახდება პოლონეთის პრეზიდენტი? ეს 1 ივნისს გაირკვევა. სწორედ ამ დღეს დაინიშნა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. პირველ ტურში ხმების 50% ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა. Exit Polls მიხედვით არჩევნებში ვარშავის ლიბერალი მერი ტუსკის პარტიის კანდიდატი რაფაელ ტრჟასკოვსკი თითქმის 31%-ით ლიდერობს. მას ოდნავ ჩამორჩება ეროვნულ კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელი კაროლ ნავროცკი. დაახლოებით 15%-ით მესამე ადგილზეა მემარჯვენე ლიდერი სლავომირ მენცენი. მეორე ტურში გამარჯვებული მოქმედ პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეცვლის. პორტუგალის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი გამოკითხვების მიხედვით მემარჯვენე ცენტრისტული კოალიცია დემოკრატიული ალიანსი ლიდერობს. Exit Polls ანახმად ალიანსმა ხმების 29%-ზე მეტი მიიღო, ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ კი ხმათა 25%-ზე მეტი. ხმების 19-დან 25%-მდე მიიღეს ულტრამემარჯვენე პარტია ჩეგა, რომელიც სავარაუდოდ სოციალისტურ პარტიას ჩაანაცვლებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში პორტუგალიაში ეს მესამე საპარლამენტო არჩევნებია. დღეს ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგება. მანამდე ამერიკის პრეზიდენტი უკვე ელაპარაკა გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და იტალიის ლიდერებს. მოკავშირეება ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება განიხილეს და რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. უკრაინაში ვითარება კვლავ დაძაბულია. მსხვერპლი მოხდა ოკუპანტების თავდასხმას ხერსონის ოლქზე, დაიღუპა 1 მოქალაქე და დაიჭრა 3. რუსეთის სამიზნე გახდა სუმის ოლქიც. გასული 24 საათის განმავლობაში 175 საბრძოლო შეტაკება მოხდა ფრონტის ხაზზე. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დღეს ყველაზე დიდი საფრთხეა. არ გვინდა მათ ომში ჩავერთოთ. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერმა განაცხადა. ვიქტორ ორბანის თქმით, უკრაინა უმამდეც დანგრეული ქვეყანა იყო და ომის დროს კიდევ უფრო განადგურდა. მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად ფეხზე დგომა და სხვისი ფული სჭირდებათ. სწორედ ამიტომ ევროკავშირში ნებისმიერ ფასად დაუყოვნებლივ შესვლა უნდათ.
მათ არ აინტერესებთ ის, რომ ომს მოიტანენ, არ აინტერესებთ, რომ ფერმერები ნადგურდებიან, არ აინტერესებთ, რომ უკრაინული მაფიის მსხვერპლი გავხდებით. თუმცა ჩვენ უნგრელებს ეს გვაინტერესებს. არ გვინდა რომ მათ ომში ჩავებათ, არ გვინდა რომ მათ ჩვენი ფერმები გაანადგურონ. არ გვინდა რომ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა მაფიის ბუდედ აქციონ და არ გვინდა რომ უნგრელი ხალხის ფული ბრიუსელის გავლით მათთან მივიდეს. არა და არა. ღაზაში ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დაწყება გამოაცხადა ისრაელმა. კონფლიქტის ზონაში ჩავიდა შტაბის უფროსი გენერალი ეიალ ზამირი. მისივე თქმით, სახალი შეტევას გააგრძელებს და ამავდროულად შეეცდება ყატარში არ ჩაიშალოს მოლაპარაკებები ძევლების გასათავისუფლებლად. ღაზაში ისრაელის თავდაცვის ძალების 5 დივიზია მოქმედებს. იერიშებს კიდევ 150-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ისრაელი აცხადებს, რომ ნებართვას გასცემს პალესტინურ ანკლავში შეზღუდული ოდენობით ჰუმანიტარული დახმარების შეტანაზე. თარიღი ჯერჯერობით ცნობია. სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ამ დრომდე კენტუკისა და მისურის შტატებში, რომლებიც ტორნადომ დააძარალა. დაღუპულია 25 ადამიანი, თუმცა არ არის გამორიცხული მსხვერპლი გაიზარდოს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეწევენ. დაზიანებულია რამდენიმე ათასი შენობა. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 140,000 მოქალაქე. ჯო ბაიდენი მძიმედ არის ავად. ექიმებმა შტატების ყოფილ პრეზიდენტს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმა დაუდგინეს. ექიმების ინფორმაციით დაავადება ძვლებში მეტასტაზებით ვლინდება. ამ ეტაპზე ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი ექიმებთან ერთად მკურნალობის ვარიანტებს განეხილავენ. 82 წლის ბაიდენს მხარდაჭერას უცხადებს დონალდ ტრამპი. მხარდამჭერ გზავნილებს არცელებენ ბარაკ ობამა და კამელა ჰარისი. და კვლავ საქართველოს საქსტატის საგარეო ვაჭრობის ახალ მაჩვენებლებს აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით იანვრიდან აპრილამდე საქართველოში საქონლის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7 მილიარდ 755 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც შარშანდელთან შედარებით 15.3%-ით მეტია. აქედან ექსპორტი გაიზარდა 14.2%-ით, იმპორტი კი 15.7%-ით. 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.2% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეულია ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი. 5 პირი დააკავეს სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით. პოლიციამ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი და მისი დაფასებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან გააძევეს უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე. ნაწილმა საქართველოს ნებაყოფლობით, ნაწილმა კი იძულების წესი დატოვა. მათ ქვეყანაში შემოსვლა აუგზავნეს. მათ შორის არიან ინდოეთის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის, აზერბაიჯანის და თურქმენეთის მოქალაქეები. გაზაფხულის დღეების საბურთალოზე, გაზაფხულის ქუჩაზე არაერთი აქტივობა ჩატარდა. გაიმართა მოსახლეობის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა. ახალგაზრდებს მაღალი პასუხისმგებლობისა და გარემოს დაცვით ღონისძიებებში მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ. ადგილობრივმა საფეხბურთო გუნდმა კი საჩუქრად ფორმები მიიღო. საღამო მუსიკალური პროგრამით დასრულდა. ღონისძიება საბურთალოს გამგეობის მხარდაჭერით ჩატარდა. ძლიერი ოჯახი არის. ეს არის მოქალაქეების ინიციატივა და მათი იდეების განხორციელება ჩვენის მხრივ ყოველთვის ხარს უჭერთ ესეს ღონისძიებებს და მხარდაჭერას უცხადებთ. იქედან გამომდინარე, რომ ამ ქალაქს და ამ უბანს ჩვენ ერთად უნდა მოუვაროთ, ერთად უნდა ვიზრუნოთ მის სისუფთავეზე და მის გამწვანებას. ჩვენ 10 წლისი დავიწყეთ ეს პროექტი სახლი ეზოდან იწყება და სხვადასხვა ქუჩებში შევედით, სხვადასხვა ეზოები გავაკეთეთ. ჩაერთო სამეზობლო, სამეგობრო, მუნიციპალიტეტი გამგეობა დაგვიდგა გვერდით, ქალაქის მერია, ყველამ ერთად გავალამაზეთ. ვარდატონის ვარდების დღესასწაული მოეწყო გორგასლის მოედანზე. საეთნოვასადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მონაწილეობა თანამედროვე პოეტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად საქართველოსა და სომხეთის ცეკვის და სიმღერის ანსამბლებმაც მიიღეს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ საეთნოვას ხსოვნას პატივი მიაგო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ეს არის განსაკუთრებული დღესასწაული, რომელიც 1914 წლიდან აღინიშნება და განსაკუთრებულად აერთიანებს სომეხ და ქართველ ხალხს. ერთის მხრივ, რომელმაც სოფლიოს მიცა პოეტი, მეორეს მხრივ ქალაქს, რომელშიც მოღვაწეობდა საერთოდ.
ეს არის ძალიან სიმბოლური, რომ ჩვენ დღეს ზუსტად აი ამ ადგილას აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს და ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებულად ვართ მონაწილენი ამ ღონისძიების. თბილისში მუზეუმების საერთაშორისო კვირეული გრძელდება. მოვლენათა ერთ-ერთი ეპიცენტრი ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმია, სადაც დაგეგმილია ლიტერატურული თამაში, მოწყობა საფეხმავლო ტური გოლოვინი ოპერიდან ოპერამდე. სტუმრებს ელოდებიან გალაქტიონ ტაბიძის, ვახტანგ ჭაბუკიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალურ სახლ-მუზეუმებშიც. მუზეუმის საერთაშორისო დღეს ყოველთვის ყოველწლიურად ახალი თემატიკა აქვს და წლევანდელი მუზეუმის დღის თემატიკა არის მუზეუმების მომავალი სწრაფაცვალებად საზოგადოებებში. ჩვენ თავაზობთ ახალ, როგორც გითხარით, პროგრამებს და ველით დაინტერესებულ საზოგადოებას აი ამ აქციის ფარგლებში ნიჭერთა აწლედის საბავშვო ორკესტრმა არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარა. ქალაქ თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა ღია კარის დღე, რასაკვირველია, მთელი დღის განმავლობაში უმასპინძლებთ დამთვალიერებლებს და ასევე ჩვენ მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ დაწესებულ ასევე მეორე, ესე ვთქვათ, მნიშვნელოვან აქტივობას, რაც არის ხოლმე ღამე მუზეუმში, მუზეუმებისთვის ყველასთვის მნიშვნელოვანი, განსხვავებული და ასევე აუდიტორიისთვისაც ძალიან განსხვავებულ აქტივობასაც შეუერთდით. მთელი კვირის განმავლობაში არის დაგეგმილი საგანმანათლებლო აქტივობები, ყოველ დღე დამთვალიერებელს შეუძლია თითო საგანმანათლებლო პროგრამას დაესწრონ უსასყიდლოდ. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ლაშა ბექაური ტატამს დაუბრუნდა და ესპანეთში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ოლიმპიური თამაშების ორგზის გამარჯვებულმა ტურნირის ფინალში ესპანელი მეტოქე 8 წამში დაამარცხა და ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველი ტიტული მოიპოვა. შინაგასაღვე სამინისტროს მინი ფეხბურთის გუნდი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სუპერლიგის გამარჯვებული გახდა. ფინალურ მატჩში ერთმანეთს შინაგასაღვე სამინისტროს გუნდი მია და თავდაცვის სამინისტროს არმია დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩის შედეგად მიამ არმია 1-0 დაამარცხა. ის იყო ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად 3 საათამდე. თქვენ კი დღის სხვა სიახლეებს გაიცანით ჩვენ ვებგვერდზე rusavi2.gi. ახლა rusavi2-ის ეთერს განაგრძობს შუადღე.